1 დეკემბერია. ავსტრალიას სომერტონის სანაპირო. დილით პოულობენ კარგად ჩაცმულ კაცს, გარდაცვლილს. აბსოლუტურად უცნობს. ხო, არც საბუთი არც ფული. ტანსაცმელზე კიდევ იარლიტები მოჭრილი აქვს. ვინ იყო? რა მოხდა? კლასიკური საიდუმლო. აი ამ მასალებით რაც გვაქვს პოლიციის ანგარიშები, საგამოძიებო ჩანაწერები, მოდით დეტალურად განვიხილოთ ეს ამბავი. ვცადოთ მთავარი დეტალები გამოვკვეთოთ. კი ბატონო, ეს საქმე სომერტონის კაცი. აი 10 წლეულები აწუხებს ყველას. გამომძიებლებსაც, მოყვარულებსაც. კითხვები თავიდანვე იყო უამრავი. თან ბევრი რამ დღემდე უცნობია, სრული დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ რაც ვიცით. პირველი მონაცემებით კაცი იყო 40-45 წლის ხო? კარგ ფიზიკურ ფორმაში. ტანსაცმელი თითქოს ამერიკული, მაგრამ აი იარლიტების გარეშე. კი, და რაც საინტერესოა, აი კორონერის ჩანაწერებში არის უცნაური დეტალები. ფეხის თითები ქონდა რაღაც სოლისებური ფორმის. სოლისებური ეგ რას ნიშნავს? ანუ თითქოს წაწვეტებული და წვივის კუნთები კიდე ძალიან განვითარებული. აი თითქოს ბალერონი იყო. ბალერონი. ან ქუსლიანებს ატარებდა ხშირად. ხო, რაღაც ერთ ვერსია იყო და მე ცოტა ხანში რკინიგზის სადგურზე იპოვეს მისი ჩემოდანიც. ასევე ეტიკეტის გარეშე. და ჩემოდანში რა იყო? რამე ვინაობას რომ მოუფენდა ნათელს. პირიქით, ისევ ანონიმურობა. ტანსაცმელი იყო, ზოგს ეწერა სახელი T-Keen. T-Keen. იპოვეს მე ესკინი. ვერასდროს ვერ იპოვეს ასეთი ადამიანი. და კიდევ იყო უცნაური ნივთები. რაღაც დანის ნაკრები, მაგრატელი წაწვეტებული პირებით. კიდევ რაღაც ნარინჯისფერი ძაფი, სპეციფიკური, რითაც შარლის ჯიბე იყო შეკეთებული. ავსტრალისთვის არ იყო დამახასიათებელი. ანუ ყველა დეტალი თითქოს რაღაცას მალავს. აუტოპსიაზე რას ამბობდნენ? აუტოპსია მაჩვენა შინაგანი ორგანოების პრობლემები, შეგუბება და გადიდებული ელენთა. ამან ესე იგი მაშინვე გააჩინა მოწამვლის ვერსია. მაგრამ შხამი. აი, შხამი ვერ დაადგინეს. კონკრეტულად რა იყო უცნობია. და თითქოს არც ძალადობის ნიშნები ჰქონდა. ძალიან უცნაურია. და მე რამდენიმე თვის მერე კიდევ რაღაც იპოვეს ხო? შარლის საიდუმლო ჯიბეში. კი, პატარა ქაღალდის ნაგლეჯი პოლიციას თავიდან გამორჩა ეთყობა. ეწერა თამამ შუდ. თამამ შუდ. სპარსულად. ხო, სპარსულად ნიშნავს დასრულდა ან მორჩა. და მე აღმოჩნდა რომ ეს ნაგლეჯი ამოხეული იყო ომარ ხაიამის რუბაიათის ძალიან იშვიათი გამოცემიდან. და ეგ წიგნიც იპოვეს. კი, იპოვეს. წარმოიდგინე, ვიღაც კაცმა იპოვა თავის მანქანაში საბარძელზე დაგდებული სომერტონთან ახლოს და აი ამ წიგნის უკანა ყდაზე ეწერა ტელეფონის ნომერი. ნომერი. ვისი? ადგილობრივი მედდის, ჯესიკა ტომსონის და ნომრის ქვეშ კიდევ რაღაც შიფრივით ჩანაწერი. გაურკვეველი ასოების კომბინაცია. აი ეგ კოდი ხო საერთოდ. რამდენიმე სტრიქონი დიდი ასოებით რაღაც WRGOABAD, ბოლოხაზი ITMTSAMSTGAB. ხო, და აშკარად შემთხვევითი არ იყო, ზოგი ასო მეორდებოდა ხშირად. და გაშიფრავინებენ. ვერა, ვინ აღარ სცადა? სამხედროებმაც, კრიპტოგრაფებმაც ანალიზი აჩვენებდა რომ რაღაც სტრუქტურა ჰქონდა. შეიძლება ინგლისური სიტყვების პირველი ასოები იყო, მაგრამ დღემდე ვერ გაიშიფრა. და ის მე და ჯესიკა ტომსონი, ნომერი რო ეწერა წიგნში. ის რას ამბობდა? აი ეგეც საინტერესოა. პოლიციამ რომ ანახა გარდაცვლილის თაბაშირის ნიღაბი, ჩანაწერებში წერია რომ ძალიან შეშფოთდა. თითქოს ცუდად გახდა. ანუ იცნობდა. თვითონ უარყო კატეგორიულად, მაგრამ პოლიციას სულ ეჭვი ჰქონდა რომ რაღაცას მალავდა. მერე წლების შემდეგ მისმა ქალიშვილმა თქვა, დედაჩემი იყუებოდა, იცოდა ვინც იყო. იყო კიდევ ერთი კაცი, ალფ ბოქსალი, ვისაც ამ ჯესიკა ტომსონმა ომის დროს აჩუქა ზუსტად იგივე რუბაიათის სხვა ასლი. თავიდან პოლიცია მიფიქრა, იქნებ გარდაცვლილი ბოქსალიაო, მაგრამ ბოქსალი ცოცხალი იპოვეს თავისი წიგნით, ანუ გარდაცვლილი ის არ იყო. ესე იგი, გვაქვს უცნობი კაცი, მოჭრილი იარლიყები, საიდუმლო ჯიბე, სპარსული ფრაზა, გაუშიფრავი კოდი, მე და რომელიც რაღაცას მალავს. გასაკვირი არა რომ ჯაშუშობის ვერსია გაჩნდა. თან ცივი ომის პერიოდია. ზუსტად. თან იქვე იყო ვუმერას საიდუმლო სამხედრო პოლიგონი. ბრიტანელები და ავსტრალიელები რაკეტებს ცდიდნენ. ეს ყველაფერი ერთად ხო ძალიან გავს ჯაშუშურ დრამას. მაგრამ მტკიცებულება? აი პირდაპირ მტკიცებულება რომ რომელიმე დაზურვასთან იყო კავშირში, ეგ არ არსებობს. ამიტომ სხვა ვერსიებიც იყო. თვითმკვლელობა, შეიძლება პირადი პრობლემების გამო, იყო ვერსია ციფროლით მოწამვლის. ეგ მცენარეული შხამია. გასაგებია. ან იქნებ რაღაც კრიმინალი, შავი ბაზარი. ხო, ან სასიყვარულო სამკუთხედი, ან უბრალოდ რაღაც პირადი კრიზისი და უბედური შემთხვევა, ვერსიები ბევრია. და ამდენი 10 წლეულის მერე ტექნოლოგია განვითარდა და თითქოს რაღაც გარღვევა მოხდა, ხო? DNA-ის ანალიზი. 2021-ში ექსჰუმაციაც ჩატარდა. თუმცა მანამდეც აი იმ თაბაშირის ნიღაბში იყო თმის ხერები შემორჩენილი. პროფესორმა დერეკ ებოტმა და გენეალოგმა კოლინ ფიცპატრიკმა იმუშავეს ამაზე. და 2022 წელს გამოაცხადეს შედეგი. და რა შედეგი? რომ დიდი ალბათობით სომერტონის კაცი არის კარლ ჩარლზ ვები, მელბურნელი ელექტროინჟინერი დაბადებული 1905 წელს. კარლ ვები, ინჟინერი. ხო, და ეს ბევრ ამას ხსნის თითქოს. მაგალითად სახელი T-Keen, ჩემოდანზე ეგ ვების ცოლის ძმის სახელი ყოფილა, თომას კინი. და ვებს ქონია რთული განქორწინება, ცოლმა მიატოვა, შესაძლოა დეპრესიაც ჰქონდა. ანუ თითქოს პირადი მოტივი ჩანს, მაგრამ ერთი რამე, პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა ეს ვინაობა. აი ეგაა საქმე, რომ სამხრეთ ავსტრალიის პოლიციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ანუ ეს არის ძალიან საფუძვლიანი, მაგრამ მაინც არაოფიციალური იდენტიფიკაცია ჯერჯერობით. ესე იგი, სავარაუდო სახელი გვაქვს კარლ ვები, ინჟინერი მელბურნიდან. მაგრამ თავარი კითხვები ისევ ჰაერშია. როგორ მოგდა? რატო? ზუსტად, თუ ის ვებია, მაშინ რატომ ეს ჯაშუშური ატრიბუტები? მოჭრილი იარლიყები, თამამ შუდ, კოდი, რა კავშირშია ეს ყველაფერი პირად პრობლემებთან? ხო, რაღაც არ ჯდება ლოგიკაში. ჩვეულებრივი ინჟინერი, რომელიც ასე საიდუმლოდ მოქმედებს. აი ეს შეუსაბამობა ხვდის ამ საქმეს დღემდე ასე მიმზიდველს და იდუმალს. ვინაობა შეიძლება ერთი კითხვა მოხსნა, მაგრამ რატომ კიდევ უფრო გაამძაფრა? ანუ სახელი შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ ამბავი მაინც დაუსრულებელია. კითხვები ისევ მეტია, ვიდრე პასუხი. ძალიან დამაინტერესებელია. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? აი ამ უცნაური ფაქტების, თეორიების ფონზე, რომელი ახსნა გეჩვენება თქვენ ყველაზე ლოგიკურად? რა მოხდა სინამდვილეში, სომერტონის სანაპიროზე 1948 წელს?